ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. მოგესალმებით ბატონგია და ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემი ფორმატის სტუმარი ხართ. მადლობა მოწვევისთვის. მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვივა და ზოგადად არა მარტო ჩემი ანალიტიკა, არამედ საეთერო ანალიტიკა და მათ შორის სოციალური ქსელების მეტყველებს იმაზე რომ ნებისმიერი თქვენი გამოჩენა ყოველთვის არის ძალიან საინტერესო. ყურებადი კი, ხანდახან იგრძნობა ზოგჯერ მეკვირს ხოლმე ის კეთილგანწყობა, რასაც ძალიან ბევრი ადამიანი ამჟღავნებს. თუმცა ვერ დავმალავ იმასაც, რომ სხვანაირი ტიპებიც გამოჩნდებიან ხოლმე ჟამეთ და ისინი არ მაძლევენ შესაძლებლობას, რომ მაინდამაინც ვარდისფრად შევხედო ამ სამყაროს. გინდათ რომ ვარდისფრად უყუროთ? არა. იცით, აი ხანდახან რომ ფიქრობ ხოლმე ვთქვათ რამ განაპირობა ჩემი ხედვა. პირდაპირ პასუხი მაქვს ხოლმე ამაზე. დამოკიდებულება ადამიანებთან, სამყაროსთან, ღმერთთან, საკუთარ თავთან, მეგობრებთან, რა ვიცი. ყველაზე მეტი ან ყველაზე უკეთესი სიტყვა ამ შემთხვევაში რაც თავში მომდის, ეგ არის სიმშვიდე. ფიქრობ, რომ და მინდა რომ სიმშვიდე არ დავკარგო ხოლმე არც ერთ შემთხვევაში. და ეს მომდევს დიდი ხანია უკვე. პირველად რომ წავიკითხე ლაო ძი, აი იმ ჟამენდელი განწყობა, მაშინ დამებადა ეს განწყობა. ძალიან მომეწონა, რასაც ფიქრობს და რასაც წერს ლაო ძი და რასაც ლაპარაკობს, რომ ღირსეულმა ადამიანმა თანაბარი სიმშვიდით უნდა მიიღოს სიკეთეც და ბოროტებაც, ბედნიერებაც და გასაჭირიც და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ რაკიღა ეს მაშინ მომეწონა და ახლაც მომწონს, აი ვცდილობ, რომ ასეთი ვიყო, ხან გამომდეს ეს ხან არა, მაგრამ ვცდილობ. და ბუნებრივად მივედით ამ გადაცემის ერთადერთ ტრადიციულ კითხვაზე, ვინ არის გია მურღულია? ნაპოვნია? ამას წინათ ჩემ ბავშვებს ეუბნებოდი, რომ ადამიანებს ჭირთ ერთი უცნაური ამბავი. სხვებზე გაცილებით მარტივად შეუძლიათ ილაპარაკონ, ვიდრე თავის თავზე. მაზდეანები ხო გახსოვთ? მაზდეანებს. დიდი კულტურა შექმნა მაგ რელიგიამ, თუმცა ახლა ჩვენ მიზეზთა გამო შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ მაგათ უწერიათ ერთი ასეთი ამბავი. კეთილი ფიქრი, კეთილი სიტყვა და კეთილი საქმე. როდესაც შენ თავს შეიცნობ, თუ შეიცნე შენი თავი. ეს არის ფიქრის შეცნობაც, სიტყვის შეცნობაც და საქმის შეცნობაც. ძალიან რთული ამბავი არის ესა, იმიტომ რომ ადამიანი ცოტა ჭრელი არსებაა, მრავალსახოვანია. როდის რომელ დღეს რა სახის არის კაცშვილმა შეიძლება ვერ გაარკვევს ეგ ამბავი, თვითონაც ვერ გაარკვევს, მაგრამ ძველი დროიდან ცნობილი ამბავია, რომ შენ თუ გინდა რომ სამყარო შეიცნო, ჯერ შენ თავი უნდა შეიცნო. რთული ამბავია ესა. რომ დაარქვა სახელი და შეცნობას სახელის დარქმევა მოსდევს ხოლმე. ხანდახან ეს მთლად სასარგებლო და მთლად მომგებიანი და მთლად სასიხარულო არ არის ხოლმე. იმიტომ რომ ვინც ხარ შენ, ეს ხან მოგწონს, ხან არა. ძალიან რთული ამბებისკენ შეიძლება ეხლა წავიდეთ, მაგრამ ერთი რამ მინდა თქვა, რომ უცნაური არა, რომ ილია ჭავჭავაძემ მოკლა ლუარსაბ თათქარიძე ფერისცვალების დღეს. მაგრამ ფერისცვალება მარტო ღმერთის ხარ არის. ის ხო მოგიწოდებს, რომ შენც ფერი იცვალო. და ფერი რო იცვალო, ამას წინ რაღაც თვითშეცნობა ხო აქვს, რა? რამ უნდა იცვალოს ფერი, იმას ხო უნდა იცნობდეს შენ. მერე ვინ გინდა რომ გახდე, ისიც ხო უნდა
იცოდე კაცმა რო თქვას, ხო? ეს თვითშეცნობას უკავშირდება და მე ეს გზა არის ფერის ცვალების. ძალიან საინტერესო იმდენი ტექსტი მახსენდება ახლა. აი ლეო კიაჩელს აქ ერთი უბრწყინვალესი მოთხრობა, რომელსაც ქვია ბერი და ყორანი. იქ არის ამ თემაზე ლაპარაკი და ვიღაცები კითხულობენ, რომ მოკლედ ეს ყორანი მოიქცა და ამ ბერის პირველი მეგობარი გახდა და წმინდანია რა ყორანი და ბოლოს წმინდანობით არ ამთავრებს ისევ თავის ბუნებას უბრუნდება, მაგრამ სანამ ესე წმინდანობს ეს ყორანი დანარჩენები კითხულობენ, რომ ეს თუ შესაძლებელი იყო, ამდენი ხანი რატო არასდროს არ მოხდაო? თავარი კითხვა შეიძლება ეს იყოს და ძალიან მძაფრი კითხვაც არის. შეიძლება საერთოდ ადამიანის ფერის ცვალება? შეიძლება რომ ადამიანმა შეასრულოს ის რაც გამოუგნებლად არის ჩაწერილი სახარებაში, მაგალითად იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს. შესაძლებელია ესა? საერთოდ? ამას უფრო დიდი კითხვებიც მოსდევს. აი მიხსენები ერთხელ და ორჯერ პოლ ოსტერს აქ ერთი მოთხრობა ოგი რენის საშობაო ამბავი. ხო და მთელი მოთხრობის პათოსი იქ ეს არის სწორედ. შეიძლება თუ არა ადამიანის ფერის ცვალება. და მთავარი კითხვები იბადება იქ. ზოგჯერ შემაშინებლად მთავარი კითხვები. არც კი ვიცი ახლა უნდა დავსვა ეს კითხვა თუ არა, მაგრამ მაინც დავსვა. მოიგო ესო როცა ჯვარს ეცვა გაუმჯობესა ადამიანი უბრალოდ შესაძლებლობა მისცა რომ ფერი ეცვალა თუ ამ გზაზე დააყენა თუ დააყენა იცვალა ფერი ადამიანმა 2000 წლის მერე ჩვენ უკეთესები ვართ ვიდრე ისინი იყვნენ მე ვფიქრობ რომ კი თქვენ რას ვფიქრობთ მე ვფიქრობ რომ გაცილებით მეტი სისასტიკე იყო იმ ეპოქაში და გაცილებით სხვა იყო ცხოვრება, გაცილებით უფრო მგლური კანონები იყო, მიუხედავად იმისა, რომ არც ეხლა აკლია, შეიძლება და ძალიან ბევრი ისტორიული ფაქტი არის. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი ცივილიზაციებმაც მოიტანა რაღაცების გაკეთილშობილება რა, მაგრამ ხო მოიტანა. ხო შეიძლება რომ ეს დედამიწა ესე არ განვითარებულიყო, ადამიანები ესე არ განვითარებულიყვნენ და დღეს იქ არ ყოფილიყავით, სადაც ეხლა ვართ. ამიტომ ჩემი პასუხია კი. რა თქმა უნდა, პასუხი კი უნდა იყოს. უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრებას არც აზრისი აქვს და არც მომავალი, მაგრამ თუ ამის ყველას ფიქრობთ. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ფარდობითია ამ ქვეყანაზე. მათ შორის შეიძლება ესეც ფარდობითი იყოს. ეს შეიძლება ესეთი პასუხია ცოტა დამაფიქრებელი ან ვიცი ცოტა ხისტი პასუხიც შეიძლება ეს იყოს მაგრამ ლეო კიაჩერო ვახსენე და ის კითხვა თუ ეს შესაძლებელი იყო აქამდე რატო არ მოხდაო იქ პირდაპირ პასუხია რომ არ შეიძლება რომ ბუნება შეიცვალოს იმიტომ რომ ბუნება ესე მარტივად არ იცვლება ბუნება არის მოცემულობა არადა შენ თუ არ შეგიძლია რომ ადამიანი რო ხარ რომ მეორე დღეს უკეთესი გახდე თქვა ან ეცადო მაინც რომ გახდე ვიდრე წინა დღეს იყავი მაშინ სად არის სიკეთე სად არის ათნოება და სად არის სიყვარული და სად არის ყველაფერი დანარჩენი ადამიანების გაკეთილშობილების ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი ვიცით ისტორიულად და მართლა მახსენდება ძალიან ბევრი ადამიანი ისტორიულადაც რო არ გვინდა ჩემს გარშემო ვინც არც თუ ისე კარგი წარსულის პირობაზე შემდეგ გაკეთილშობილდა გიშველა ღმერთმა და ადრე ეთყოდნენ ამ ამბავზე იცით რა არის მე არც ოპტიმისტი მინდა ვიყო და არც პესიმისტი მე მინდა ვიყო რეალისტი ხო შეიძლება ეს არჩევანი კონდეს ადამიანს რა მე ვარ მასწავლებელი ერთი მხრივ რა თქმა უნდა მე უნდა ვეცადო რომ ჩემ მოსწავლეებს დავანახო ის რაც უკეთესია მეორე მხრივ მე ვალდებულიც კი ვარ რომ ისინი მომამზადო რეალური ცხოვრებისთვის თქვენზე და ჩემზე ადრე იფიქრა ამაზე ძალიან ბევრმა და მაგალითად სულხან საბა ორბელიანმა გახსოვთ სიბრძნე სიცრუისაში არის ორი პერსონაჟი ერთი სედრაქია და მეორე რუკა რაც მე და თქვენ
იგავები მოგწონს უყოლა რუკას დათქვაბია სხვათა შორის. მაგრამ თავარი რა არის? ეს სედრაკი არის კაცი, რომელიც ცხოვრებას უყურებს ისე, როგორც ის უნდა იყოს, იდეალისტია. და რუკა არის რეალისტი, ის უფლისწულს იმას ასწავლის, როგორც ნამდვილად, სინამდვილეში არის ცხოვრება. ახლა მე თქვენ გეკითხებით, მე რომ მასწავლებელი ვარ და თქვენ შვილს რომ ვასწავლიდე, რომელს აირჩევდეთ თქვენ? მასწავლებელი ჩემი გადმოსახედიდან უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ცხოვრების ყველა მომენტისთვის მოამზადებს პატარა ადამიანს, რომელიც იზრდება რა. და აქ ორი აზრი არ არის, რა თქმა უნდა, პირიქით მეც თქვენი არ იყოს ყოველთვის ვცდილობ, რომ მაქსიმალური რეალისტური მიდგომებით ვიყო აბსოლუტურად ყველაფერს. აი ორი აზრი არ არისო, თქვენ ბრძანებთ და იცით რამდენი მომისმენია ეს მეორე აზრი? მე მინდა რომ ავარიდო ჩემი შვილი ცხოვრებისეულ სტრესს ამბობს ვიღაც. მოისმენდით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველა ადამიანს თავისი მიდგომა აქვს, იმასაც არ მინდა რაღაცების მოსმე, მე მინდა რომ ჩემი შვილი ავარიდო ყველაფერს, რაც მის ფსიქიკას ვაგლახად შეეხება. და ამით მოვუსპო იმუნიტეტი, ხო? ხო, ის არ იქნება მზად ცხოვრებისთვის. ის რაღაცას შეეჩეხება თავის ცხოვრებაში აუცილებლად და იმ მომენტისთვის არ იქნება მზად და როგორ შეიძლება მშობელს ეს უნდოდეს. იმიტომ რომ წააგებს ის იმ მომენტს. ბატონია, თქვენს ბიოგრაფიაში წერია, რომ სწავლობდით პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში. დიახ. რამდენად იქონია ამ სკოლამ თქვენზე გავლენა? იმიტომ რომ მაინც პირველი ექსპერიმენტული თავისი ინოვაციურობით ყოველთვის განსხვავებული იყო და რაღაც გავლენას ახდენდა. ნამდვილად ასე იყო. ჯერ ერთი დირექტორი ყავდა ამ სკოლას ისეთი ლეო ჩიქვანაია, რომელიც თავისი ბუნებით იყო მოდერნისტული აზროვნების კაცი. მაგრამ მე მინდა მეორე ადამიანი გავიხსენო, ახლა იყო ასეთი მამუკა ოჩიგავა, რომელიც მე ქართულს მასწავლიდა. და რომელმაც მე შემაყვარა ქართული ლიტერატურა, ახლა მე თუ ფილოლოგი ვარ, მისი დამსახურება არის. და გარდა ამისა, მან მაჩვენა რამდენიმე ჭეშმარიტება, მარტივად. პირველი ეს სიტყვა ჭეშმარიტება რო ახსენეთ, რა არის სიმართლე, რა არის ჭეშმარიტება, ეს უნდა გიყვარდეს და ამას უნდა ეძებდეო, მთელი თავისი ცხოვრებით ამას გვასწავლიდა, მარტო წიგნებით არა. თვითონ იყო ამის განსახიერება. მეორე, მან დამანახვა, რომ ძალიან ხშირად, თუ ყოველთვის არა, სიტყვა გემოვნებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. და მესამე ეს სიტყვა ვახსენე მე. ღია კარის დღე გქონდა ჩვენ მშობლებს ხდებოდით და აი ლაპარაკობდით სწორედ იმაზე, ვინ გინდათ მეთქი, რომ თქვენი შვილები იყვნენ, რომ მოიყვანთ აქ 6 წლის ასე ვთქვათ პირველ კლასში, 12 წლის მერე ვინ გინდათ რომ იყოს ის. რა დაკვეთას გვაძლევთ ჩვენ. რას ჩაგვითვლიდით ჩვენ წარმატებად და კარგ მასწავლებლობად, ხო? არის თუ არა ეს დაკავშირებული საინტერესოობასთან ადამიანის. განათლებული კაცი თავისთავად საინტერესოს არ ნიშნავს. ძალიან განათლებულ ადამიანებს ვიცნობ მე, რომლებიც უბრალოდ დიალოგს ვერ აწყობენ ვერავისთან. განათლებული კაცი ასევე არ ნიშნავს პირდაპირ, არ ნიშნავს გემოვნებიან კაცს. თუ გინდა შენ რომ სოციალური სტატუსი შენი იყოს ისეთი, რომელიც შენ არ შეგაწუხებს, თქვათ, რბილად რო ვთქვათ, რა. მაშინ შენ უნდა ეცადო, რომ შენ იყო საინტერესო ადამიანი სხვებისთვის და რა ქმნის ამ საინტერესოობას. აი ერთი წამ თქვენ მინდა ერთი კითხვა დაგისვათ ახლა, იმიტომ რომ მაინტერესებს მართლაც თქვენი პასუხი. იცით თუ არა თქვენ რომ ზოგადი განათლება, ცნება მაგალითად, თლად კარგად განმარტებული არ აგვაქვს ჩვენ. აი ახლა გეკითხებით მე თქვენ. ჩემთვის მაგალითად სკოლა მე ისე დავამთავრე. არავის არ უსწავლებია, თქვათ, სოფლიოში სახელგანთქმული წერლები ვინ არიან და რატო არიან ისინი სახელგანთქმული. შეიძლება რომ განათლებულ ადამიანად მივიჩნიოთ ჩვენ ის, ვისაც
არ წაუკითხავს ეს ერთია მაგას. ეს არც გაუგონია სელინჯერი ან ჰემინგუეი ან აკუტაგავა ან მარკესი ან ბორხე შეიძლება ეს? არ შეიძლება და მე რამდენიც ვიცი, მე გავაგზავნებ თქვენ კითხვას ჯერ გიპასუხებთ. ზოგადი განათლება ნიშნავს ალბათ გამსწობით ოდნავ ზედაპირულს, როდესაც შენ წარმოდგენა გაქვს სხვადასხვა დარგებზე, რომელიც შენი პირადი პროფილური არ არის, მაგრამ პირობითად არ ხარ გეოგრაფი, მაგრამ შეიძლება იცოდე სამხრეთ ამერიკის სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქები და ეს რაღაცაში გადგება შენ. გადგება დიალოგში, გადგება ზოგადცნობიერებაში და ასე შემდეგ და მე რამდენიც ვიცი, შეიძლება არასწორ რაღაცას ვამბობ, მაგრამ ჩვენი ტრადიციული განათლება რომელიც იყო, არ ვიცი, 70-იან წლებში, 80-იან წლებში, 90-იან წლებში და დანარჩენ ეპოქაზე ალბათ თქვენ უკეთესად მოყვებით, უფრო მეტად იყო ფოკუსირებული ადამიანის ზოგადსოდნაზე, ვიდრე დასავლური განათლება. მე პარალელურად კითხვითაც მოვალ თქვენთან რა, იმიტომ რომ ისე მოხდა, რომ თვითონ განათლების მიღების კუთხით მეც ფილოლოგი ვარ, მეც ფილოლოგია მაქვს ქართული დამთავრებული და აქვე შანს არ გაუშვებ ხელიდან. და აუცილებლად ვიტყვი იმ ადამიანების შესახებ ვახსენებ, რომლებიც მემასწავლიდნენ და ეს მართლა უკვე ძალიან ასაკში იყვნენ, მაგრამ ამ ტერიტორიის კორიფეები იყვნენ და შემიძლია იგივე ბატონი ჭოლა თევზაძე არ გავიხსენო, ალექსანდრე ონიანი არ გავიხსენო და ძალიან ბევრი, ვინც ამ დარგში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილის შემომტანი იყო იმ თაობისთვის, რომელიც არ ვიცი, ალბათ ერთ-ერთი ბოლო თაობაა ჩემი, სადაც ეს სავსე ჯგუფი იყო ფილოლოგიის ფაკულტეტზე. დღეს ყველაზე ნაკლებად მესმის ახალგაზრდებიდან, რომ ისინი აბარებენ ქართულ ფილოლოგიაზე, რომელიც ჩვენი იდენტობის კუთხით ამდენად მნიშვნელოვანი არის. ჯესეთი რამდენად მართალი ვარ და რამდენად სწორია ეგ ინფორმაცია, რომ ნაკლები მოთხოვნაა და მეორე მხრივ თუ ეს ესეა, ბატონია, როგორ ფიქრობთ რატო? რამდენი ხანი არ გავხსენებებ, მე ვაბარებდი ფილოლოგიის ფაკულტეტზე. კონკურსი როგორ იყო, იცით, ერთ ადგილზე იყო 18 კაცი. ხო და ძალიან მიდრეკილებას ამჟღავნებდნენ ამ მიმართულებით, ხო? არც იყო ეს რაღაცა არც მიუღებელი და არც გაუგებარი ამბავი, კაცმა რო თქვას, იმიტომ რომ მაშინ აი თქვენ ახსენეთ აქ სიტყვა თვითიდენტობა, ყველაზე ადვილად მოსაძიებელი შეიძლება ამ სფეროში იყო. იმიტომ რომ აქ ყავდა ჩვენ და ყავს რუსთველი და გურამიშვილი და სულხან საბა და გალაქტიონი და გოგლა და ოთარ ჭილაძე და გენიოსები ყავს. და მსოფლიოში 14 უნიკალურ დამწერლობაში შორის ერთ-ერთი. ხო, რა თქმა უნდა. და აზროვნების თვალსაზრისით და მხატვრული აზროვნების კერძოდ თვალსაზრისით ჩვენ მანდამაინც არ გვესწავლება. ეს ნათელი ამბავია, ეს ერთია. მეორე ამ სფეროში იყვნენ ქართველობას და ქართველს რომ მოგაწონებდა ესეთი ადამიანები. თქვენ წეგა ბძანეთ რომ დიახ არ შეიძლება ზოგადად განათლებულად მივიჩნიოთ ადამიანი, ვინც თქვათ აი უამისოდ ცხოვრობს. ხო? რამდენი რამე აკლია ეხლა წარმოიდგინეთ ეხლა თქვენ, რამდენი რამეზე არ დაფიქრებულა, რამდენი რაღაც არ შეუგრძნია. როგორ ვასწავლით ჩვენ ლიტერატურას? როგორ ვასწავლით ისტორიას? როგორ ვასწავლით ხელოვნებას? ფილოსოფიას ერთ უნდა ვასწავლოთ თუ არ უნდა ვასწავლოთ? ფილოსოფიური კითხვები შეიძლება დავსვათ თუ არ უნდა დავსვათ? ვიღაცა იტყვის ნიჰილისტების მეტი რა არის ამ ქვეყანაზე, არა? მათემატიკა და ქიმია და ისტორია ვერ გვისწავლებია კარგად, ეხლა ფილოსოფიის სწავლება მოინდომეს ამათ. ბიბლიის რაღაცა ნაწილი უნდა ვასწავლოთ ჩვენ? მე მგონი უნდა ვასწავლოთ. ახლა მე გეტყვით. მე მგონი კი არა, აუცილებლად უნდა ვასწავლოთ. ოღონდ რა თქმა უნდა, მთელი ბიბლია ვერ იქნება, ეხლა მაშინ 12 წელიწადი მარტო ის უნდა ასწავლა, ხო? აქ დგება თემა უკვე ასეთი, რა უნდა შეარჩიო იქიდან, რა მიზნით უნდა შეარჩიო, როგორ უკავშირდება ეს წმინდა საგანმანათლებლო ამბებს. აი მე და თქვენ ეხლა არავინ არ დაგვიშლის ხელს, უცბად ავიღებთ ბილეთს, თქვათ, წავალთ რომში და ვნახავთ სიქსტეს კაპელას. მიქელანჯელომ რო მოხატა. კი ბატონო. და
და რა მე რას გავიგებთ იქ რომ მივალთ კი მოგვეწონება და ერთმანეთს ვეტყვით რომ რა კაი ლურჯი ფერია და რა კაი ყვითელია თუ რას ვეტყვით იქ ყველა ნახატი არის ბიბლიურ სიუჟეტზე რა და ქართულ ჰაგიოგრაფიას გაიგებს ვინმე ამის ცოდნის გარეშე ვეფხისტყაოსანს გაიგებს ვინმე ამის ცოდნის გარეშე დავით გურამიშვილს გაიგებს ვინმე ან გინდა ვაჟა-ფშაველას გაიგებს ვინმე ვერავინ ვერ გაიგებს და თუ ვერავინ ვერ გაიგებს თუ ჩვენი კულტურის დიდწილად გამსაზღვრელი ბიბლიური და სახარებისეული ცნობიერება არის რა არ შეგვიძლია ჩვენ ჭკვიანი ხალხი გვაკლია საქართველოში არ შეგვიძლია რომ ამას ყველაფერს წმინდა საგანმანათლებლო ფორმატი მივცეთ და ისე მივიტანოთ ჩვენ ბავშვებთან რომ ისინი კულტურული და ესთეტიკური ცნობიერებით აღიზარდონ ენა გინდა არ გინდა როგორი პათოსითაც არ უნდა ჟღერდეს დასაცავია მით უმეტეს ისეთი ენა როგორც არის ქართული რა იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს კონდეს ისეთი საგანძური, ისეთი ამბანი როგორც ჩვენია, ისეთი ლიტერატურა რომელიც ჩვენი, ისეთი ისტორია რომელიც ჩვენია და პირიქით მე ვისურვებდი რომ რაც შეიძლება მეტი ენთუზიასტი გაცილებით უფრო შემდგომი თაობებიდან ჩავარდნილი იყოს ამ საგონებელში. ხო და ეს არის იცით რა არის ეს ყველაფერი რაც ახლა თქვენ ახსენეთ, რაც ახლა მეც ვახსენე. ეს არის ქართველად ყოფნის ბედნიერება. კი ბატონო. ხანდახან ჩვენ თან გააზრება. ხო? რომელიც ყველას ბოლომდე არ შეუძლია გაიაზროს. ჩვენ ხანდახან მოგვასმენინებენ ხოლმე ეგეთ აზრსაც, რომ აი რა ბოლო-ბოლო ეს ქართველობა რა ეს ქართველობა ასე პირდაპირ გაგებული არის პროვინციალიზმის ნაირსახეობა. ამას გვეუბნებიან ჩვენ. ჩვენ ხო სოფლიოს მოქალაქეები უნდა ვიყოთ, ხო გაიხსნა ეს საზღვრები და აი დავინახეთ რომ არსებობს ასეთი სივრცე და ჩვენ რაც უფრო მივემსგავსებით, მით უკეთესია. კაცო, სულ ვამბობ ხოლმე რომ განვითარებაზე უკეთესი და მნიშვნელოვანი რა შეიძლება იყოს, მაგრამ რასაც ავითარებ, ის თუ დაკარგე ამ პროცესში, ვინ ხარ მაშინ შენ, ან სადმედი ხარ, ან რას ავითარებ შენ მაშინ? მართალია. ასე არ არის? მართალია. აი წეგას სკოლას რო ვახსენებდით ჩვენ. სკოლაში გისწავლებიათ როდესმე? სკოლაში არა, მაგრამ უმაღლესში კი. ოდე ერთ რამეზე შეგიპირებთ ახლა მე თქვენ. ჩვენ ახლა რაღაც ახალ სკოლაზე ვფიქრობთ და თუ ეს საქმე გამოვიდა, მაშინ მგონია რომ ეს მიმართ დიდი ინტერესი იქნება ყოველთვის. უნდა შევთანხმდეთ რომ რამდენჯერმე გვესტუმრებით იქა და აი ასეთ საინტერესო თემებზე დაელაპარაკებით ბავშვებს. სიამოვნებით. შევთანხმდით ამაზე. პატარა რეცეპტივით კითხავთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, მათ შორის მეც ვარ, სხვა შორის ჩემი შვილი სექტემბერში შედის პირველ კლასში. და ვილოცავთ. მადლობა. რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანებს, ვინც აი ამ ესეთი არჩევანის წინაშე დგას, რა ტიპის სკოლაში მიიყვანოს თავის შვილი, რას უნდა მიაქციოს ყურადღება? პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ საქართველოში სკოლა ქართველი უნდა აღზარდოს. ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უნდა აღზარდოს. სხვა არც ერთი სკოლა ასეთ მიზანს არ ისახავს და არ გამოვა ამბავი. ჩვენსას უნდა მივხედოთ. ეს ერთი. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არის ინფრასტრუქტურა. რა გარემოში მოუწევს ყოფნა თქვენს შვილს. მიდით, ნახეთ სკოლა აკმაყოფილებს თუ არა იმ მოთხოვნებს, რაც მათ განზრახვებს უნდა წაუყენოს მათმა შესაძლებლობებმა. მესამე, როგორი მასწავლებლები არიან აქ? აი როგორ უნდა გავიქო? ეგ მე ხო ვერ შევალ და გამოცდას ხო ვერ მოუწყობ ხა როგორი ქიმიის მასწავლებელია, როგორი ქართული ენის, ნუ კაი მე გავიგებ, მაგრამ მე არ მაქვს როგორც მშობელს იმის ფუფუნება, რომ დაუჯდე ხა სათითაოდ ყველა მასწავლებელს და მაგის ანალიტიკა ვაწარმოო. აი, მანდრას ვაკეთე. ასეთი შეფასების სისტემა თვითონ სკოლის შიგნითაც უნდა არსებობდეს. კარგ სკოლებს ყოველთვის აქვთ ხოლმე ეს.
რა თქმა უნდა და მათ შეუძლიათ კომპეტენტური პასუხი გასცენ დაინტერესებულ მშობელს. თუმცა ახლა ძალიან თვითკრიტიკული სკოლები ასეთ შემთხვევაში ვერ იქნებიან ან არ იქნებიან. ხოლმე ეს ძალკე პრობლემა არის. მოკლედ მე იმის თქმა მინდა რომ თუ კი არჩევანს ვაკეთებთ ჩვენ ეს ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია, იმიტომ რომ სადაც არის ხარისხიანი გარჯა მასწავლებლის, იქ არის კარგი სკოლაც. ეს ნათელი ამბავია. შემდეგი ამბავი შეიძლება ადვილად გააკეთოს მშობელმა. აი წეგალ მე ვახსენე, რომ არის მეთქი ერთი სწავლების ამოცანა და მეორე აღზრდის ამოცანა, ხო? საგნის სწავლება არის ერთი და უნარები და ღირებულებები, ეს ღირებულებები რა არის? სკოლაში სიკეთეზე, სიყვარულზე, ემპათიაზე, პატრიოტობაზე, ხო უნდა დაველაპარაკოთ ამ ჩვენ შვილებს. მაგრამ მარტო დაველაპარაკოთაც არ შველის მაგ საქმეს, იმიტომ რომ რაც იცი, ავტომატურად ის შენ ქცევად არ გადაიქცევა. მე და თქვენ შეიძლება ახლა ძალიან ბევრი რამე ვიცოდეთ, მაგალითად დემოკრატიის შესახებ, მაგალითად კეთილშობილი ქცევის შესახებ, მაგალითად სიყვარულის შესახებ. და შეიძლება თლაც კაი ხალხი არ ვიყოთ. იმიტომ რომ ცოდნა არ უდრის ქცევას. რა? ხო, აი ეს მნიშვნელოვანი რამ არის რა? არსებობს თუ არა სკოლაში აღზრდის სისტემა. შეიძლება დააკონკრეტო კიდეც. თუ ასეთი სისტემა არსებობს, აი რა მიზანს ისახავს მაგალითად დაწყებითი განათლების დასრულების შემდეგ. ჩემი შვილი მე-6 კლასს რო დაამთავრებს, ვინ იქნება, რა ადამიანი იქნება, რისი შემძლე იქნება, რაზე დაფიქრებული იქნება და ასე შემდეგ. ხო? ეს აღზრდის სისტემა თუ არ არსებობს სკოლაში, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ისე ძალიან რთულია რომ იმას კარგი სკოლა დაარქვა. ბოლო ერთი თქვენთვის შეიძლება ცოტა მოულოდნელი ამ დიალოგში, მაგრამ წინასწარ ჩადებული ესე თქვათ გათვალისწინებული კითხვა მაქვს. სტუდენტობის დროს ინახავდა ანეკდოტებსო, ხო? და საოცარი იუმორი აქვს და ესეთი კონტრასტული გარდასახვა გავაკეთოთ ჩვენს გადაცემაში და აი რამე ყველაზე მეტად რაც აქტუალურია, რაც უბრალოდ გახსენდებათ, მოგვიყევით. სომერსეთ მოემა თავის დროზე თქვა, რომ ანეკდოტის სული უხამსობაშიაო. და მე კარგად მესმის რისი მოყოლა შეიძლება აქ და რისი არა. ნუ აქ ასეთ ვითარებას უფრო ინგლისური იუმორი უხდება, რომელიც უხამსობას მაინც და მაინც არ გულისხმობს, მაგრამ რაღაცაზე კი ჩააფიქრებს ადამიანს. ქალი ავსებს კროსვორდს. ხო. და ძალიან ჩაფიქრებული სახე აქვს და ქმარი გვერდზე ზის და გაზეთს კითხულობს და ეს მოუტრიალდა და ძვირფასო კუდუსუნი რა არისო ეკითხება. იმას მიეცა შესაძლებლობა რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც რაღაცა ასწავლოს ამას და ძალიან სერიოზული სახით უცხრა რომ კუდუსუნი არის ის ადგილიო სადაც ხერხემალი მთავრდებაო. და ეს გაოგნებული სახე აქვს რომ ცოლს და ეუბნება რომ რა უცნაურია მაგ ადგილას მე თავი მაქვს. არა, კი ბატონო. ინგლისური იუმორი არის იუმორი, რომელიც ღიმილს ბადებს. აი რაც ხარხარს ბადებს, ის ყოველთვის თითქმის ყოველთვის ისეთია, რომ წესერ საზოგადოებაში მაინც და მაინც არ მოიყოლება ხოლმე, მაგრამ ნუ ხანდახან აი სიტუაცია რომ მოიხდენს ხოლმე. იქ უხამსობად არც კი აღიქმება ხოლმე, რა თქმა უნდა ესე უნდა მოყვე რომ შეურაცხყოფა არავის მიაყენო შენი მეტყველების კულტურით იქა, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე, იცით? თვალსაჩინო მე ვიცი ერთადერთი უნივერსიტეტი, ეს არის სტოკჰოლმის უნივერსიტეტი, სადაც წამიკითხავს ადრე, სადაც სწავლობენ იუმორის ბუნებას. იუმორის კათედრა არსებობს სტოკჰოლმის უნივერსიტეტში. საინტერესოა. ძალიან საინტერესოა და აი რა ბადებს სიცილს. ხანდახან ამბობენ ხოლმე რომ სიცილს ბადებს შეუსაბამობა.
ყველაზე მეტად რაც სიცილს იწვევს, ეს არის შეუსაბამო. ძალიან ორგანული პასუხი არის. ხო. კი. აი მაგალითად ყველაზე მეტად მეცინება ხოლმე შეუსაბამო სიტუაციაში. ოღონდ აი არის რაღაცები, რასაც სახელს ვერ შეუსაბამობას დაარქვენ და ვერც აი მაგალითად ვანო მიყიდა გურჯაანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ახალთახალი როიალი. და მთელი კვირების განმავლობაში ესე ცალი თითით უკრავს ერთსა და იმავე კლავიშზე. ტან 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 აი ეს. და ნუ ესე იგი ცოლის ტვინი ხო წაიღო საშვილიშვილოდ და იმ სოფლისაც ზეთ მიაყოლა რასაკვირველია, ნუ არავის აღარა აქვს არანაირი არაკათი ცხოვრების ამას რო უსმენენ და ერთხელაც ეს ცოლი ზელს რაღაც საჭმელს ამზადებს და მოუტრიალდა ამას და კაცო ვანო უნება ტელევიზორში მაინც არ გინახავსო რომ მაგ ინსტრუმენტზე ორივე ხელით ათვეთით რო უკრავენო და ამან გამოხედა მინიმუმ სოკრატეს სახით და ეუბნება ანუ გიჟდება ეგენიო ეძებენო და მე უკვე ვიპოვე როგორი ცხოვრებისეულია აი რა არის ახლა ეს რამდენი ამის თქმა შეიძლება ესეთი ანეკდოტებით რა და ყველა ეს სასაცილო იუმორი შეუსაბამოსთან ერთად არის ინტელექტუალური იუმორი და იცით პირველი ანეკდოტი რომელიც საერთოდ ჩაიწერეს და საერთოდ იციან ეგ არის ჩვენ წელთაღრით სხვამდე მესამე საუკუნის რომაული ანეკდოტი ამბავი და დიდი არაფერი თითქოს ეხა აი როგორც სილამაზის შეგრძნება და შეფასება იცვლება ისე არის ღიმილის ცვალებადობა ხო რაღაცებზე ადრე რაზეც ეცინებოდათ ახლა საერთოდ არ ეცინებათ არა ასეთი ანეკდოტი არის ერთმა მონად ფლობელმა მეორეს მიჰყიდა ახალგაზრდა კაცი წაიყვანა იმან და ეს კაცი მოკვდა მეორე დღეს ამან ეს საწყალი ეს მიცვალებული წამოუყვანა უკან ამას და ვეჩხუბა რომ უხარისხო საქონელი მომყიდეო მოკლედ და ძალიან ეჩხუბა ამას როგორი ტრაგიკული იუმორი ხო და ეს ამან თავი დაიცვა რომ სანამ აქ იყო არასდროს არ მომკვდარაო აი რა არის ახლა ეს არის გასაღიმებელი ამბავი თუ არ მაშინ ეღებებოდათ ამაზე იმიტომ რომ ეს დაფიქსირებულია რომ ასეთი ანუ დღეს შავი იუმორია ეს ხო აი შეიძლება განსხვავებული აღქმები იბადება ხოლმე, ხო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და მაინც სულ უშვებ ხოლმე რომ შეიძლება რამე თემა თქვენთვის მნიშვნელოვანი ყოფილიყო, მე არ დავშვი კითხვა, ან მახეთკენ არ წავიდი და ბოლოს ასეთ რამეს გითხავთ რომ რა იქნებოდა თქვენი გზავნილი, აი. მაყურებელთან. იცით რა არის? მე ერთხელ გამოვეცი ეგეთი წიგნი, რომელსაც ქვია ცხრის ნახევარზე. ცხრის ნახევარზე, იმიტომ ქვია, რომ ცხრის ნახევარზე ვდებდი ხოლმე Facebook პოსტებს. და ამ Facebook პოსტების ნაკრებია ეს. ბევრ თემას ვეხები, ლიტერატურას, ისტორიას, ხელოვნებას, სკოლას, ზოგადად ცხოვრებას და ასე შემდეგ. აი ერთ-ერთი რაც ახლა მე იქიდან გამახსენდა, არის ასეთი ამბავი, რომ ადამიანი იბადება ორჯერ. ერთხელ ბიოლოგიურად და მეორედ იბადება სულიერად, ინტელექტუალურად და ზნეობრივად. აი თუ მეორედაც არ დაიბადე ადამიანი, პირველად ტყუილად იბადები მაშინ. აი ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი, ყველაზე არსებითი და სკოლის სულიც ეს არის, ოჯახის სულიც ეს არის, სიყვარულის სულიც ეს არის. და რა სიყვარული ვახსენეთ ამით მოდი დავასრულოთ. მე ვაღიარებ და მგონია რომ არასდროს უკეთესად არ დაუწერია სიყვარულზე, ვიდრე ეს გააკეთა პავლე მოციქულმა კორინთელთა მიმართ თავის პირველ წერილში. აი ძალიან პატარა ტექსტია და ისეთი ტექსტია, რომელიც სულს მოგათქმევინებს, რომელიც გავსებს რაღაცით, რომელიც შენთვის ძვირფასია. იქ წერია ისეთი სიტყვები, რომელიც ქრისტიანმა და უბრალოდ წესიერმა კაცმა ყოველდღე უნდა გაიხსენოს. იქ წერია, რომ მე რომ მოვკვდე ქრისტესთვის, თავი რო შევწირო მას. თუ ჩემში სიყვარული არ არის, ეს არაფერს არ ნიშნავსო. ადამიანი ლაპარაკობს
ბევრ რამეს სიყვარულზე და ამბობს რომ ეს არის მშვენიერიც არის, ასეთიც არის და ერთგან ამბობს სიყვარულიო არა ეძიებს თავისასა. როგორი მოკლე რამეა, არა ეძიებს თავისას. ანუ ეგოიზმის სრული დამარცხებაა ეს. ხო, სხვანაირად რო ვთქვათ, უპირობო სიყვარული. ეს არის, ხო. ეს არის. და ერთიც და ამით მართლა დავამთავროთ. ახლა ვიხსენებდი სწორედ 1-2 საათის წინ მაგ ამბავს. ნეტარ ავგუსტინეს ერთ-ერთ უდიდეს წმინდანს აქვს დაწერილი უბრწყინვალესი წიგნი, რომელსაც ქვია ახსარებანი. ქართულადაც არის თარგმნილი შესანიშნავად. ხა ეს ნეტარი ავგუსტინეს სანამ ასე დიდი წმინდანი გახდებოდა, მანამდე ახალგაზრდობაში თლად შორს არ იყო რაღაცა ამბებისგან. ერთხელ ვუდი ალენმა თქვა, რომ 7 მომაკვდინებელი ცოდვა საეჭოდ გავს ჩემ ამ კვირის გეგმებსო, და ხო და ეხლა ეს ნეტარი ავგუსტინე ასეთი ცოტა ისეთი თავისუფალი ქცევის კაცი იყო ახალგაზრდობაში და იმ ჟამინდელი ფრაზა გაიხსენა. აი როგორი ფრაზაა ეს, ნახეთ. აქ იუმორიც არის, ანეკდოტური ამბავიც არის, სიბრძნეც არის და ყველაფერი ერთად არის. ღმერთო მომეცი მე სიბრძნე და თავშეკავება. ოღონდ ახლა არა. ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო დიალოგისთვის და ბატონ გია წარმატებებს გისურვოთ თქვენ ახალ საქმეში და მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენს ახალ საქმეშიც ასეთი გამოცდილებით, ასეთი ცოდნით, განათლებით და ყოველთვის ესეთი იუმორის გრძნობითაც ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. დიდი მადლობა. მადლობა.